დღემშვიდობისა BMG-ს პირდაპირ ეთერში ახლა ქალების ნარატივის დროა. მე ჟურნალისტი ლიკა მეგუთნიშვილი ვარ და მომდევნო არასრული 1 საათის განმავლობაში საინტერესო სტუმრებთან ერთად გაგიზიარებთ საქმიან ამბებს. რა თემები გაერთიანდება ჩვენს დღევანდელ ეთერში? ვნახოთ მოკლე ანონსი ამის შესახებ და პირდაპირ ეთერში უკვე რამდენიმე წუთში სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. საქმიან კვირას და ორშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ს გამორჩეულ ტელეპროექტში 6 ოქტომბერს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ თამთა მამულაიძეს და ნინო კერესელიძეს. 26 სექტემბერს ბელგიაში ქალთა გლობალური აგრიტექ სამიტი Global Summit Women in Agritech and Bio გაიმართა. სამიტმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ინოვატორები და ქალი მეწარმეები გააერთიანა მდგრადი მომავლის შექმნის პროცესში აგრიტექისა და ბიოტექნოლოგიების როლის წარმოჩენის მიზნით. ღონისძიებაზე 6 ნომინაციაში დაჯილდოვდნენ გამორჩეული ქალები, საიდანაც 2 ჯილდო საქართველოს ერგო. დეტალურად აღნიშნულ სამიტზე ქალების ნარატივში თამთა მამულაიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრიტექისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ისაუბრებს. წლიდან წლამდე რაჭის რეგიონში თუ დასარჩენი ადგილების და სასტუმროების რიცხვი იზრდება, რატომღაც ბიზნესი ხარისხიანი კვების მომსახურების სერვისით არ ინტერესდება. შესაბამისად, სულ ისმის კითხვა რაჭაში ჩასულმა ადამიანმა, სად შეიძლება დააგემოვნოს ადგილობრივი სამზარეულო. ასე იპოვა ბაზარზე თავისუფალი ნიშა ნინო კერესელიძემ, რომელმაც თავისი დამზადებული ლობიანით ყველა აალაპარაკა. თბილისიდან საცხოვრებლად რაჭაში გადაბარგებულმა რეგიონს ახალი კვების ობიექტი ილინეს შესთავაზა, სადაც ნამდვილი რაჭული სურნელი დატრიალდა. მე დეტალს ილინეს შექმნის ისტორიაზე, განვითარებასა და სიახლეებზე ქალების ნარატივში ნინო კერესელიძე თავად მოგვიყვება. სიახლეებით ქალი მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ს პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამორჩეთ. ქალების ნარატივი. 26 სექტემბერს ბელგიაში გაიმართა ქალთა გლობალური აგრიტექ სამიტი ფორუმი, რომელმაც მსოფლიოს ლიდერები, ინოვატორები და ქალი მეწარმეები გააერთიანა. ღონისძიებაზე 6 ნომინაციაში დაჯილდოვდნენ გამორჩეული ქალები, აქედან 2 პრიზი კი საქართველოსკენ გამოემართა. ვინდა რა მიღწევებისთვის დაიმსახურა ეს ჯილდო, ასევე როგორია ფართო სურათში აგრიტექის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის განვითარების დინამიკა თემაზე ვცვლად და დეტალურად საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრიტექისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა მამულაიძე მოგვიყვება, რომელიც გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში ბელგიიდან. დაგვიბრუნდა თამთა და ძალიან საინტერესო ამბებიც ჩამოიტანა. დღემშვიდობისა პირველ რიგში და მადლობა თამთა სტუმრობისთვის. ცხელცხელი ამბავია, ახალი დაბრუნებულები ხართ ევროპული თავგადასავლიდან და სანამ უშუალოდ მიღწევებზე და ჩვენთვის რა ბენეფიტია ეს ამ პრიზების საქართველოში წამოსვლა, ამაზე ვისაუბრებდით, მინდა რომ ზოგადად მაყურებელს გავაცნოთ, რას გულისხმობს ეს ფორუმი და რატომ არის მასში მონაწილეობაც პრესტიჟული და მნიშვნელოვანი და რა მასშტაბთან გვაქვს საქმე, როდესაც აი ამ სამიტს ეხება საქმე. დღემშვიდობისა ლიკა და ძალიან მიხარია ხოლმე შენს ეთერში ყოფნა, მივესალმები შენს მაყურებელს. მადლობა მოლოცვისთვის, კი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს 2 ჯილდო. ეს იყო უპრეცედენტოდ პირველი შემთხვევა თან, როდესაც ქალთა გლობალური სამიტი გაიმართა და განსაკუთრებულად აგრიტექის ბიოტექნოლოგიების მიმართულებით და მასში მონაწილეობა დაიწყო იმით, რომ პირველ ეტაპი იყო აპლიკაციო ფორმის შევსება, ბუნებრივია თავისი მტკიცებულებებით, მერე გასაუბრება, ანუ არ იყო მარტივი გზა. თან გემახსოვრებათ და ემახსოვრება ჩვენს მსმენელსაც, რომ 2 წლის წინ ზუსტად ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით Hack Days Georgia 2023 გაიმართა და აგრიტექი იყო ეს მოწინავე ტექნოლოგია, რომელშიც ასევე გამარჯვებულები გამოვავლინეთ აქ და ვიმედოვნებ, რომ ესეთ კონკურენტულ არიან თავისუფალ გარემოში კიდევ შევძლებთ, რომ Hack Days Georgia ჩავატაროთ. შესაბამისად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყვნენ ძლიერი ქალები, თავისი შთამბეჭდავი ისტორიებით, ცევდიანი ისტორიებითაც და საქართველოსთვის ეს ბუნებრივია ერთი ისტორია იყო ასეთი, რომ სომალელმა აფრიკის ქვეყნიდან მოკლედ ტექსტილის მიმართულებით, ვინც ფინალისტი იყო, ესეთი ისტორია მოყვა, რომ მას მხოლოდ ერთი ხელი ტანსაცმელი ჰქონდა და ეს იყო ინსპირაცია საიმისოთ, რომ ტექსტილის მიმართულებით გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა. საქართველოში ალბათ ბევრია ესეთი, უბრალოდ იშვიათად ვყოლებით ხოლმე და ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოებაც მზად იყოს ხოლმე ესეთი ისტორიების მოსასმენად საბოლოო ჯამში, რომ გამარჯვებით გვირგვინდება და 6 ნომინაცია იყო, როგორც აღნიშნე უკვე
მათ შორის სტარტაპის მიმართულებით, აგრიტექის მიმართულებით, ბიოტექნოლოგიების, გლობალური კუთხით სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საცხების და ასე ქალების მიმართულებით, რაც არის საინტერესო, ძირითადად ბიოზე იყო აქცენტი გაკეთებული და რაც მნიშვნელოვანია, თავად ჩატარდა ეს ისეთ ისტორიულ შატო აგროდივერსიფიცირებულ ადგილას, სადაც ჩვენც ვნახეთ, როგორ არის მოკეთ ეს სოფლის მეურნეობაც და ბიომიმართულებაც ერთად შერწყმული და მოკეთ სამი ფინალისტი იყო გამოვლენილი ჩემს კატეგორიაში, რომელიც არის აგრიტექი, ესპანეთის და თურქეთის გვერდით შევერკინეთ, მოკლედ და აგრიტექის კუთხით თურქეთი და ესპანეთი საკმაოდ ძლიერი კონკურენტები არიან, ვიტყოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში პარალელურად პატივი მქონდა, რომ პანელზე გამოსულიყავი და მესაუბრა ზუსტად იმ კატეგორიაში რა კუთხითაც მივიღე მონაწილეობა, რომ აგრონავტი AI-ა შედარებით ახალი მიმართულება წარმოადგინეთ და მოუყევი ეს ისტორია, რაც ბევრისთვის ინსპირაცია აღმოჩნდა. მქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა მე და ნინო ზამბახიძეს და ვისურვებთ და იმედი გვაქვს თავისთავად, რომ აქაც მოხდება ეს კავშირების დამყარება, რაც ხელშეგვიწყობს საბოლოო ჯამში საქართველოშიც იქნება აგრიტექის მიმართულებით, კონკრეტულად ქალების გაძლიერების კუთხით ჩავატაროთ მსგავსი სამიტით, საკმაოდ ფართომასშტაბიანი იყო, ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო და ძალიან ვღელავდი, ბუნებრივია, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. ვფიქრობ ყველასთვის, იმიტომ რომ STEAM გლობალური ხო და როგორც აღნიშნეთ, დიდი მასშტაბი იყო, კონკურენცია მძლავრი, მით უმეტეს, როდესაც საუბარი ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენთვის არიან ბევრი წლით წინ ჩვენზე და იქ კიდევ უფრო სხვა მასშტაბებზეა საუბარი განვითარების აგრიტექის თვალსაზრისით. აი როგორ შევწელით, რომ რაღაცნაირად ჩვენს ღირსეული კონკურენცია გაგვეწია და რა მიმართულებით გამოიხატა ჩვენი კონკურენტული უპირატესობა იმ თვალსაზრისით, რომ აგერ 6-დან 2 პრიზი დავიმსახურეთ და რა ჯილდოზეა საუბარი, ესეც საინტერესოა. და უდაბნოსაც ულოცავ, როგორც რეგენერაციული ფერმა ამ კატეგორიაში გამარჯვებას და 6 ნომინაციიდან 2 ნომინაცია საქართველოში ვფიქრობ ძალიან წარმატებულია. ორივე უდაბნო? არა, ერთი უდაბნო. კი, მეორე თამთამა მულაიძემ და აგრონავტი AI, რაც ფიქრობ, რომ საქართველოს ასე გამარჯვებული ყავს ესე იგი პირდაპირ. ფიქრობ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და მისი თანმიმდევრული გეგმის დამსახურება, რომ მკითხეთ რითი და რა კონკურენტული უპირატესობა გქონდა 2017 წლიდან დავიწყეთ, კი ხშირად ვიმეორებთ ხოლმე, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ გავჩერებულ ვართ. მე ესე ვფიქრობ. 2017 წელს რა გამოწვევაც იყო, იმას უპასუხებთ. COVID-ამდე რა არსებული გამოწვევაც იყო და COVID-ის შემდეგ იმას უპასუხებთ და საბოლოო ჯამში ახლა მივიღეთ ამ ეტაპისთვის ეს საბოლოო სახე აგრონავტი AI, რომელიც რეკომენდაციებს თავაზობს და ბოლომდე მიყვება ფერმერს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებაში. თამთა კიდევ უფრო ესე ახლოდან გილოცავთ, ჩვენ არ ვიცოდით ვინაობა გამარჯვებულების და ძალიან მიხარია, რომ თქვენი სახით, ასე ვთქვათ, ფერმერთა ასოციაცია არის გამარჯვებული და პირადად თქვენ, იმიტომ რომ ჩვენს ეთერშიც არაერთხელ გვისაუბრია და არაერთხელ ასე ვთქვათ გაგვიჟღერებია ის მიღწევები, რომელიც მათ შორის თქვენი ჩართულობით აგრიტექის თვალსაზრისით სხვადასხვა ინიციატივების ფარგლებში დაგისახავთ მიზნად და შეგისრულებიათ აღარ ჩამოთვლი იმ პროექტებს, რაც მათ შორის არაერთხელ გაგვიჟღერებია ამ თუ სხვა ეთერების საშუალებით. რაც შეეხება მონაკარს, აი ეს ჯილდო, ასე ვთქვათ, რისი რას ნიშნავს აი ამ სფეროსთვის და ამ საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მათ შორის რამდენად იქნება ეს გასაღები, რომ შემდეგ უფრო ფართო ბაზრებზეც, ფართო მასშტაბებზე გავიდეთ და რაღაცა ჩვენი სიტყვა ვთქვათ. ეს თუ იქნება რაღაცნაირად გარკვეულწილად ნიადაგის მომზადება ამ ფართო არეალზე. ვფიქრობ კი და ჩემი გუნდისთვის პირველ რიგში ეს არის мотиваცია, რომ რისიც გჯეროდა ის დადასტურდა, ასე ვთქვათ, ამ ჯილდოთი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავჩერდებით, ვაგრძელებთ ისევ, იმიტომ რომ ტექნოლოგიური პროგრესი ისე სწრაფად მიექანება, რომ მივყვებით, ჩქარი ნაბიჯებით, ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ და ეს არის ჩვენთვის мотиваცია, რომ აგრონავტი AI კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ზოგადად საქართველოსთვის აგრიტექ მიმართულება იყოს უფრო მძლავრი და ძლიერი და რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიის ტესტირება მოხდეს, რომ ფერმერებს ხელი შეუწყოთ უფრო მარტივად, უფრო დაგეგმილად, გააზრებულად აწარმოონ
და იმუშაონ თავიანთ აგრობიზნესში და პარალელურად ეს ნიშნავს იმას, რომ დამატებით რა ტექნოლოგიებზეც მუშაობთ, ის კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ასევე გვინდა ძალიან რომ შევქმნათ აგრიტეკ ვენჩერული მიმართულება, სადაც ინვესტორები შეძლებენ რომ საქართველოში არსებულ აგრიტეკ სტარტაპებს მხარი დაუჭირონ, ამაზე მიდის მუშაობა. ფაქტობრივად ინიციატივა შეგვიძლია უკვე ვთქვათ კონკრეტულ შემდეგ ეთერში ხომ არ ვისაუბროთ. ან რა პერსპექტივაში უნდა ველოდოთ, რამდენად არის უკვე გააქტიურებული? აქტიურად მუშაობ და ვფიქრობთ, რომ დეკემბრის ბოლოსკენ, ისევე როგორც ეს ინიციატივა და ასევე Agritech AI წიგნი, რომელიც ჩემს მიერ და ჩემი თანამშრომლის ილია ტრაპაიძის მიერ შეიქმნა, ამის პრეზენტაციასაც გავაკეთებთ, იმიტომ რომ ეს იქნება პირველი, ასე ვთქვათ, აკადემიური გამოცემა Agritech-ის მიმართულებით, რაც ამ კუთხით დაინტერესებულ ადამიანებს თეორიულ ცოდნას მისცემს, თუ რა პრაქტიკები არსებობს ზოგადად და ალბათ უბიძგებს იმისკენ, რომ რა შეიძლება თავის ფერმაში დატესტოს, არა მხოლოდ პირველადი წარმოების, არამედ ზოგადად მესაქონლეობის, სასათბურე-მეურნეობის, თევზ კულტურის, აკვაკულტურის მიმართულებით და ვფიქრობ საინტერესო ამავე დროს დავიწყებთ მუშაობას უკვე მეორე ნაწილზეც, იმიტომ რომ ამოუწურავი თემა Agritech-ი, თუმცა მაინც ჩემი ყურადღება სუბიექტურად ბიზნეს მედიას წარმოვადგენ არის მიმართული ცხადია ვენჩურული ფონდისკენ, რომელიც იქნება პირველი, ხო? ამ Agritech-ის მიმართულებით პირველი მიმართულებით საქართველოში და საინტერესო არის პირველადი ინტერესიც გექნება შესწავლილი, ეს არის უცხოელი ინვესტორების მხრიდან თუ მათ შორის საქართველოში წყავთ უკვე. ორივე. მოაზრები. ორივე ინტერესი დიდია. Agritech სტარტაპების მიმართულებით ყველაზე მეტად რაც დავინახეთ საჭიროება არის ის, რომ მნიშვნელოვანია პრაქტიკული ცოდნა მივცეთ სტარტაპებს, იმიტომ რომ თეორიულად, იდეურად ძალიან კარგი იდეები აქვთ, მაგრამ და ცოდნა აქვთ ბუნებრივია ტექნოლოგიების, თუმცა ეს ექსპერტული ცოდნა არის მათთვის მნიშვნელოვანი და Hackday-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რაც იყო სწორედ ეს იყო, რომ მენტორინგი რაც გავაკეთეთ ჩვენ საბოლოო ჯამში იყო როგორც ტექ მიმართულების მენტორის და ექსპერტის კუთხით ერთობლივად მუშაობა და ამან უფრო სხვანაირი შედეგი გამოიყო და სწორედ მაშინ გაგვიჩნდა იდეა, რომ საბოლოო ჯამში საჭირო იქნებოდა ასეთი მიმართულებით Agritech სტარტაპების მხარდაჭერა და ვფიქრობ, რომ კარგ მაგალითებს დავდებთ საბოლოო ჯამში, რაც ბუნებრივია ამ ჯილდოდან გამომდინარე უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს გლობალური მიმართულებით, რომ საქართველოშიც ასეთი ტიპის სამიტი ჩატარდეს. არ არის აუცილებელი მხოლოდ ქალების მიმართულებით, მაგრამ ასეთი გლობალურ მასშტაბს, რასაც ბელგიაში პრინცესა იზაბელა და პრინცი ედუარდი სტუმრობდნენ თავიანთ შატოში, ესეთი მასშტაბური სახე მიეცემა საქართველოში. ეს სრულად იქნება ფერმერთა ასოციაციის საინვესტიციო პროექტი? კი, ეს არის ფერმერთა ასოციაციაში გაჩნდა ეს იდეა, მოკლედ ფერმერთა ასოციაცია მუშაობს ამაზე ექსპერტებთან ერთად და ვფიქრობ, რომ ესეთ სახეც მიიღებს. თავის დროზე ეს პლატფორმა, რასაც შევქმნით, ამ იდეებისთვის იყო, რომ მაქსიმალურად ბაზა შეგვეკრა, რომ Agritech სტარტაპები ვინ იყვნენ, რა იდეები ქონდათ დაახლოებით და მე რამდენად დიდი ბაზა დაგხვდათ ამ თვალსაზრისით და რამდენად მზარდია ეს? მზარდი არის, მაგრამ ძალიან მწირია საქართველოსთვის. მოდი, აი ამ კუთხითაც შევხედოთ თამთა და გავშალოთ უფრო ვრცლად ეს თემა და ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, მათ შორის რაც არსებობს Agritech-ის მიმართულებით. ჩვენ მათ შორის ფერმერთა ასოციაციაც ხშირად საუბრობს ხოლმე, რომ ყოველ შემთხვევაში წარსული გამოცდილება ამას გვჩვენებდა, რომ იყო აი გამოწვევებს შორის მუდმივად რომ ტექნოლოგიებთან ადაპტაცია, ცოდნის ნაკლებობა, ამ მხრივ ხედავდით გადასადგმელ ნაბიჯებს. დღეს რა რეალობა გვაქვს 2025 წელია და მესმის რომ ზრდა არის აშკარად და თვალსაჩინო მათ შორის თქვენც ადასტურებთ, რომ თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში სად ვიყავით და სად აღმოჩნდით, მაგრამ რა არის ის მთავარი ამ მიმართულებით მათ შორის გამოწვევები, რაც რჩება? ლიკა, რაც ჩამოთვალეთ, იგივე რჩება ეს გამოწვევები, არ შეცვლილა და არ განმეორდები უბრალოდ, იმიტომ რომ თქვენს ეთერში ხშირად გაჟღერებულა და ყველა მიცის რა გამოწვევებია ზოგადად აგროსექტორის მიმართულებით. თუმცა ის საინტერესო პროგრესირებს, რეგრესირებს, რა შვება, როგორ პოზიციონირებს ახლა ეს გამოწვევები? სად გადაილახას, სად გვაქვს უკუსლა შეიძლება ასეთიც არის? ხო, იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფალი კონკურენტუნარიანი გარემოა საჭირო იმისთვის, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად ტექნოლოგიურად განვითარდნენ, პოზიტიური, ასე ვთქვათ, მიმართულება არის ის, რომ ახალგაზრდები, რომელიც ტექნოლოგიების მიმართულებით არიან ჩართულები, უფრო მეტი და მეტი ინტერესი უჩნდებათ. ერთი მიმართულება, რაც კიდევ
უფრო მეტი აქტიურად დავიწყეთ საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში, ეს არის ახალგაზრდების ჩართულობა და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ და მეტ ახალგაზრდას ვუჩვენთ, ახალგაზრდა ფერმერს უფრო სწორედ ვუჩვენთ ინტერესს და გვინდა სწორედ ეს ახალგაზრდები, რომელიც სტარტაპერები არიან და ახალგაზრდა ფერმერები ერთად დავაკავშიროთ, რომ ერთიანი მაგალითი შევქმნათ აგრიტეკ ტექნოლოგიების, თუმცა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაც ბუნებრივი არ რჩება გამოწვევად, მათ შორის გოგონების და ქალების მიმართულებით, როგორც იცით, შეიძლება მათ ბევრი ინიციატივა აქვთ, უფრო მეტს შრომობენ, თუმცა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ნაკლები აქვთ, ამიტომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამოწვევიდან გამომდინარე, გვინდა რომ სწორედ ეს საინვესტიციო მიმართულება შეიქმნას, რომ აგრიტეკის ბევრი მაგალითი მოხდეს. თან პლუს ამას თუ აღნიშნავთ, რომ რამდენად კლიმატური ცვლილებები, რამდენად მზარდია, პლუს ამას ნიადაგის მიმართულებით როგორი განსხვავებები გვაქვს ჩვენს რეგიონებს შორის, ეს უფრო მეტად ართულებს ჩვენს ამოცანას, ეს არ არის ერთი პლატფორმა ან ერთი ტექნოლოგიის შექმნით არ სრულდება ეს პროცესი აგრიტეკის საქართველოში, იმიტომ რომ განსხვავებული ნიადაგი და კლიმატი უფრო მეტ გამოწვევებს აჩენს ჩვენთვის, რომ მორგებული, რეგიონებზე მორგებული ტექნოლოგიები შევქმნათ, ამიტომ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება, ვიდრე შეიძლება ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელმაც შეიძლება შექმნას ეს უნიკალური ტექნოლოგია და ამით დაასრულოს პროცესი და მარტივად ტრანსფორმირებადი იყოს სხვა ქვეყნებისთვისაც. თუმცა თქვენ ახსენეთ ახლა, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, პარალელური რეალობა გვაქვს, სადაც სოფლის მეურნეობა ის დარგი არის, სადაც ყველაზე მეტი სუბსიდია იდება. თითქოს ყველაზე და თითქოს არა, ასეც არის, რომ ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს სახელმწიფო რეალურად, რომ რაღაცნაირად ეს დარგი არ ვიცი, საინტერესო და მიმზიდველი გახადოს, თუმცა FDI იკლებს, რატომღაც ბოლო ტენდენცია ასეთი არის, რომ არ არის მაინც და მაინც ისეთი სექტორი მოგებიანობით არ ხასიათდება, თუმცა რატომ არის, როგორ გონიათ ეს პრობლემა შექმნილი, რომ რეალურად ხარჯავთ ფულს, მაგრამ არაეფექტიანად ხარჯავთ, თუ არასაკმარისია ესეც, რასაც ხარჯავთ. ტრადიციული მიდგომა გვაქვს ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობის მიმართულებით და მეორე შიში ტექნოლოგიებისადმი. არაერთი კვლევა ჩაგვიტარებია და მაინც შიში არის სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისთვის ის, რომ ტექნოლოგია გამოიყენონ. ერთის მხრივ ალბათ ის შიში ზოგადად, რაც საზოგადოებაში რა შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა ძალიან ბევრი სამუშაო ადგილები გააქროს და პროფესიები გააქროს, დობა ნაკლებია ტექნოლოგიებისადმი, რომ ისინი იმისთვის არიან შექმნილი, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ დაგვეხმარონ, დრო დაიზოგოს და რაც შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს ჩვენი წარმოება. ვფიქრობ, აი ეს ამ ღირებულებათა ხედვაშია და ამ ეს ხედვა შესაძლოა, რაზეც დიდი ხანია საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ზოგადად მუშაობს და თუ ამას გარდავტეხავთ თან ახალგაზრდებზე, თან ტექნოლოგიების ჩართულობით, ვფიქრობ, რომ ეს ტრანსფორმაცია ადვილად შესაძლებელი იქნება. ვფიქრობ, ეს არის ძირითადი გამოწვევა, რომ შიში ტექნოლოგიებისადმი და მაინც ტრადიციული მიდგომა. რაც არნიშნავს იმას, რომ თუ ახალ და თანამედროვე ტექნოლოგიებს შემოვიღებთ, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, იმ ტრადიციებს დავუკარგავთ. და მათ შორის ინვესტიცია ცოდნაში და არა რაღაცა ახალ ცოდნაში, ესე ვიტყოდი, თანამედროვე ცოდნაში. ფერმერებიც ხას უსამენ ხოლმე, რომ ცოდნის გაღრმავება არის საჭირო და მნიშვნელოვანი. ჩვენთვისაც რთული იყო თუნდაც. არა, რაღაცა კონკრეტულად ერთჯერადი, ასე ვთქვათ, თუნდაც წამახალისებელი. თუნდაც იმის რწმენა, რომ ხელოვნური ინტელექტი, როდესაც 2020 წელს ამას დავიწყეთ, ჩვენც ბოლომდე გვჯეროდა, მაგრამ ბუნებრივია ტექნოლოგიები არ იყო მზად საიმისოდ, რომ საბოლოო ჯამში ეს პროდუქტი შეგვექმნა. და ამავე დროს წამს იმის, რომ ამ პროდუქტის განვითარება შესაძლებელია, მათ შორის ტექნოლოგიების ჩართულობით და შეიძლება ცოტა შიში გუნცაც გვაქვს, მაგრამ არ ვუშინდებით და ვფიქრობ, ამ ენთუზიაზმს გადავდებთ ახალგაზრდებს და ბუნებრივია იმ სტარტაპერებს, რომელსაც ეს ტექნოლოგიური ცოდნა აქვთ. თუ შეგვიძლია გამოვყოთ კონკრეტული ინდუსტრიები, სადაც უფრო აქტიურად ინერგება, უფრო მიმღებლები არიან ფერმერები ამ თანამედროვე ტექნოლოგიების, ან რაღაც არ ვიცი, რეგიონების მიხედვით დივერსიფიცირება როგორ შეგვიძლია მოვახდინოთ და რაღაც აი მოწინავე მოთამაშეები სად შეგვიძლია რომ გამოვყოთ. ჯერჯერობით ეს თითზე ჩამოსათვლელი მაგალითებია, რაც ასევე საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ დონორი ორგანიზაციების უფრო ადაპტირებულია. გაშლილია. ან არის შიდა ქართლში რაღაც ტექნოლოგია, არის ასევე კახეთშიც რაღაც ტექნოლოგია. თან პლუს ამას თუ გავითვალისწინებთ ამ კლიმატურ განსხვავებებს და მათ შორის კლიმატურ ცვლილებებზეც მუშაობთ და ვიცით, რომ გვალვა არის დამახასიათებელი კახეთისთვის, დასავლეთისთვის პირიქით წყალდიდობა, ბუნებრივია ამ ყველაფერს ტესტირება სჭირდება. თითო მაგალითი ყველგან გვაქვს და ეს დონორი ორგანიზაციების დახმარებითაც შევძელით ჩვენ, რომ არსებობდეს აგრომეტეოროლოგიური სადგური, არსებობდეს სატელიტური მონაცემები საიმისოდ, რომ ეს ინფორმაცია შევაგროვოთ და ხელოვნური ინტელექტს სწორედ ეს დიდი მონაცემები სჭირდება და უმეტესი დრო ამაზე დავხარჯეთ და
არ დავკარგეთ, ასე ვიტყოდი, დავხარჯეთ საიმისოდ, რომ ეს მონაცემები შეგვექმნა და ამ მონაცემებზე დაყრდნობით სწორედ ამ მოდულს ემუშავა ისე, როგორც არის საჭირო. თითო მაგალითია და სწორედ ამის ფართო მასშტაბიანობაზე გვინდა რომ ვიზრუნოთ საბოლოო ჯამში, რომ ეს დატესტილი ტექნოლოგიებია, რაც შეიძლება ბევრისთვის იყოს ხელმისაწვდომი. პლუს ამას აგრიტექი არ არის მხოლოდ მოწყობილობა და მხოლოდ ციფრული ხელსაწყო, ვინაიდან სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით ჩაშლილია, ბუნებრივია, რომ სხვადასხვა ტექნოლოგიების ადაპტაცია საჭირო, პლუს ამას კლიმატურ ცვლილებებთან ერთად. ამიტომ რაღაც უფრო დიდ, უფრო ნესტი კოლაბორაციულ მიდგომასთან გვაქვს საქმე და ვფიქრობ, რომ შემდეგ გადაცემაში უფრო მეტი მაგალითის მოყოლის შესაძლებლობა მექნება. კი ბატონო, დავიტოვებთ მაშინ ამის რესურსაც თამთა და ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საუბრისთვის, მადლობა იმისთვის, რომ მუდმივად მზად ხართ და გვიზიარებთ იმ მიღწევებს, მათ შორის გამოწვევებს, ბაზრის განვითარების დინამიკას და ტენდენციას, რაზეც ასე ვთქვათ, პულსზე გიჭირავთ ხელი მუდმივად თქვენ და ფერმერთა ასოციაციის მთელ გუნდს. მადლობა. წარმატება თამთა მამულაიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრიტექისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი. ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ, თუმცა სანამ დაგემშვიდობებოდეთ, კიდევ ერთი საინტერესო თემა უნდა შემოგთავაზოთ. ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში საკვების ფასების მკვეთრმა ზრდამ არა მხოლოდ ოჯახების ბიუჯეტზე იქონია მნიშვნელოვანი გავლენა, არამედ ევროპის ცენტრალური ბანკის პოლიტიკურ სტრატეგიებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ევროზონაში ინფლაციის დონე ნორმალიზებულია და ECB-ს მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს უახლოვდება, საკვების ფასები კვლავაც სწრაფად და გამორჩეულად იზრდება. ამ მოცემულობამ ECB აიძულა მეტად დაკვირვებოდა ისეთ ყოველდღიურ პროდუქტებს, როგორც არის მაგალითად შოკოლადი. როგორ მოქმედებს მოკლედ ეს უკანასკნელი ინფლაციურ პროცესებზე და რა გავლენა აქვს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაში. ვნახოთ სიუჟეტი. რეკლამის შემდეგ კი რაჭიდან დაგიბრუნდებით, ამ შემთხვევაში რაჭურის სტუმარ მასპინძლობის თემით დაგვერდით. შოკოლადი კბილეული, რომელიც ადამიანებისთვის სიხარულის, ყოველდღიური სიამოვნებისა და კულტურული ჩვევების განუყოფელი ნაწილია დღეს არა მხოლოდ კონდიტერებისა და მომხმარებლების, არამედ ცენტრალური ბანკების ყურადღებისა და დაკვირვების ობიექტადაც იქცა. მიზეზი მარტივია. შოკოლადი გახდა ერთ-ერთი პროდუქტი, რომლის ფასიც ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა. თუმცა ეს ზრდა არ არის მხოლოდ კონკრეტული ბაზრის რეაქცია. ეს წარმოადგენს ეკონომიკურ ტენდენციას, რომელიც გამოხატავს ბევრად უფრო ღრმა პრობლემებს, მათ შორის გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, ბაზრის არასტაბილურობას, კლიმატურ ცვლილებებს, გლობალური მიწოდების შეფერხებებსა და ენერგეტიკულ კრიზისს. სწორედ ამ კონტექსტში შოკოლადი იქცა იმ ტიპურ პროდუქტად, რომელიც ერთდროულად მოქმედებს სტატისტიკურ ინფლაციაზე, საზოგადოებრივ განწყობებსა და ეკონომიკური პოლიტიკის პარამეტრებზე. სწორედ ამიტომ მისი ფასი მნიშვნელოვანი გახდა არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ მთელი ეკონომიკური სისტემისთვის. ევროპის ცენტრალური ბანკის ბოლო კვლევაში ხაზგასმულია, რომ საკვების ფასები განსაკუთრებულ როლს თამაშობს ინფლაციის მართვაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ინფლაცია შემცირდა და ამჟამად დაახლოებით 2%-ია, საკვების ფასები უფრო სწრაფად იზრდება, რაც ართულებს ECB-ს მიერ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას. მხოლოდ შოკოლადის შემთხვევაში კი ერთწლიან პერიოდში ფასის კორექცია საშუალოდ 15-დან 20%-მდე განისაზღვრება. ამის მიზეზი ერთი მხრივ კაკაოს უცხლეს მწარმოებელ ქვეყნებში უამინდობა და გვალვებია, რამაც წლევანდელი მოსავალი მნიშვნელოვნად შეამცირა. ეს აფერხებს გლობალურ მიწოდებას და ზრდის ფასს. განმაპირობებელი ფაქტორია ასევე ენერგიის გაწურება. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ევროპაში ენერგორესურსებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც აწვება პროდუქტების წარმოებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს, მათ შორის შოკოლადისას. ფასის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორია ასევე მოთხოვნის გლობალური ზრდა. მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით განვითარებად ეკონომიკებში მოსახლეობის შემოსავლების ზრდამ შოკოლადისა და სხვა საკვების მოხმარების პროპორციული მატება განაპირობა, რამაც ბაზარზე წონასწორობა დაარღვია. ECB აღნიშნავს, რომ საკვების ფასების მატება 2022 წლიდან მოყოლებული გამონაკლისად მაღალი და სტაბილურად მზარდია და ეს ტენდენცია სავარაუდოდ მალე არ შეჩერდება. შოკოლადი აქ ცალკე კატეგორიად მოიხსენიება როგორც პროდუქტი, რომლის გაძვირებაც ბოლო წლების განმავლობაში სოციალურ წუხილად იქცა. ევროპის ცენტრალური ბანკის ინფლაციის შეფასების მთავარი ინსტრუმენტი სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსია. ამ ინდექსში საკვები პროდუქტები, მათ შორის შოკოლადი, დაახლოებით 20%-ს იკავებს. ეს კი ენერგეტიკული კომპონენტის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. შესაბამისად, საკვების
განვითარების ფასების ზრდას. გაცილებით მეტი გავლენა აქვს მთლიან ინფლაციაზე და ECB-ს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. მონეტარული პოლიტიკის, ანუ ძირითადი საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრა ხომ ECB-ს მთავარი იარაღია ინფლაციასთან ბრძოლაში. შესაბამისად, თუ ინფლაციური წნეხი იზრდება და აჭარბებს სამიზნე მაჩვენებელს, ბანკი იძულებულია გაამკაცროს პოლიტიკა, რაც მოიცავს საპროცენტო განაკვეთების აწევას, ცესხების გაძვირებას. ეს კი თავის მხრივ ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს და ინვესტიციების შემოდინების პროცესსაც ანელებს. ამავე დროს, ამ მიდგომამ შესაძლოა დააზიანოს ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსახლეობის რეალური შემოსავალი საკვების გაძვირების გამო უკვე შემცირებულია. გამომდინარე აქედან ევროპის ცენტრალური ბანკი ვეღარ უყურებს შოკოლადის ფასს მხოლოდ როგორც პროდუქტის ღირებულებას. ის გახდა სტრატეგიული მაჩვენებელი, რომელიც გავლენას ახდენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, საპროცენტო განაკვეთებზე და საბოლოოდ მილიონობით ადამიანის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში ერთ ძალიან საინტერესო გოგოს ისტორიას კი ამბობთ, რომელმაც რაჭის სავიზიტო ბარად თავისი როლი და მნიშვნელობა დაუბრუნა, მისებური ხელწერით შექმნა ბრენდი, რომელიც დაფუძნების დღიდან დინამიკაში ზრდას და განვითარებას არ წყვეტს. რაჭვანები და პრინციპში აღარც მხოლოდ რაჭვანები მიხვდებოდით, რომ საუბარია ილინეზე და მის შემოქმედზე ნინო კერესელიძეზე, რომელმაც წლების წინ ურბანულ ქაოსზე უარი თქვა მშობლიურ რაჭას და უბრუნდა რეგიონის გასტრონომიული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაც დაიწყო და მოახერხა ისიც, რომ უმოკლეს დროში მის ლობიანზე ყველა ალაპარაკდა რაჭის მთების წიაღში და მის მიღმაც პრინციპში. ილინეს ისტორია და განვითარების გზა არის ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის თემა. ყოველივე ამაზე საქმიან ამბებს კი მისი დამფუძნებელი გაგვიზიარებს ნინო კერესელიძე გვერდდება ახლა რაჭიდან პირდაპირ ეთერში. ნინო, მოგესალმები. მადლობა ძალიან დიდი თქვენი დროისთვის და ჩართულობისთვის და სანამ ასე ვთქვათ წლევანდელ ზაფხულს და ვიცი რომ საკმაოდ დატვირთული იყო წელს რაჭაში ეს ტურისტული სეზონი ამ ამბებს სანამ მოვიკითხავდეთ გამომდინარე იქიდან პირველად ხართ ჩვენს ლაივ რეჟიმში ასე ვთქვათ და ქალების ნარატივის სტუმარი პირველად ხართ თორე ჩვენი BMG-ის მაყურებელი უკვე ძალიან კარგად იცნობს პრინციპში ილინეს და ილინეს ლობიანსაც დარწმუნებული ვარ. ნინა, როგორ დაიწყო ეს ისტორია? საინტერესო იქნება ამის მოსმენა ჩვენი მაყურებლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბრობთ ახალგაზრდა გოგოზე, რომელიც რაღაცა იღებს გადაწყვეტილებას, რომ მოდი დედაქალაქი დავტოვო და ჩავიდე იქ, სადაც არ ვიცი რა დამხდება. ალბათ ეს გაურკვევლობა გქონდათ საწყის ეტაპზე თქვენს, მაგრამ როგორ გადალახეთ ეს პროცესები და როგორი იყო უკვე აი ეს ტრანსფორმაცია და რაჭული ბიზნესის განვითარების დინამიკა თქვენ შემთხვევაში? პირველ რიგში მოგესალმებით და ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენს ტელეკომპანიას მინდა რომ უდიდესი მადლობა გადავუხადო, რადგან ყოველთვის არის რაჭის განვითარების და დარაჯაზე ჩემს პირადად ჩემს გვერდის და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ძალა და ძალიან დიდი შესაძლებლობა. ვისთვისაც აი გულწრფელ მადლობას ვიხდით და ყოველთვის იგრძნობა ეს თქვენი თანადგობა, თქვენი კომპანიის და გუნდის. რაც შეეხება ჩემს აქ გადმოსვლას, მასალი გითხრათ ეს ჩემი შორეული ოცნება იყო. ნუ არ მეგონა თუ ამას 30 წლის ასაკში შევხვდები, როცა პირველად აქ წამოვედი. რაჭა იყო ჩემთვის ალბათ ყველაზე საყვარელი ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დავიბადე, გავიზარდე, ვისწავლე, ყველანაირად თბილისთან მქონდა ყველა კავშირი და მხოლოდ ზაფხული მაკავშირებდა რაჭასთან. მაინც აი ძალიან დიდი სიყვარული მქონდა რაჭის მიმართ, რაც რაჭას ზოგადად ახასიათებს. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ან მარტო მე არ ვარ ესე. რაც შეეხება BMG-ის წიაღშიც არაერთია სხვათა შორის ასეთი და საინტერესო არის. მე ეს სპეციფიკა ცალკე გამოსაკვლევია, ასე ვთქვათ. კი, რაჭას აქვს ეს რაღაც მიზიდულობა და რა ვიცი, ალბათ ჯადოსნური რაღაც არის ელემენტი, რაც ყველაზე ძალიან ძლიერად მოქმედებს. რაც შეეხება ჩემს აქეთ გადმოცხოვრებას, ყველაზე ძირითადი მიზეზი აღმოჩნდა პანდემია, რამაც მაიძულა, რომ ეს რაღაც ამბავი უფრო დამეჩქარებინა, ესე ვთქვათ, ჩემს ცხოვრებაში. პანდემიამ განაპირობა ძირითადად ჩემი აქეთ გადმოგვარდება, შემდეგ უკვე ჩემი საქმიანობა აქ ყოფნამ და სიტუაციაზე დაკვირვებამ განაპირობა, ჩემი მცირე კვლევები მქონდა რაღაც ჩატარებული, ესე ვთქვათ,
ბაზარი იკვლიეთ. ჩემი ბურად, ცოტა არაპროფესიონალურად, მაგრამ თუ გამართლა, ვიკვლიე ბაზარი და აღმოვაჩინე რომ იყო ნინოს დავუბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში მაყურებელმა ვინც ახლა შემოგვერთდა ნინო კერესელიძე ილინეს დამფუძნებელი არის ჩვენი სტუმარი ეს არის ბრენდი რომელმაც რაჭული ლობიანი სრულიად სხვანაირად გააცნო როგორც ადგილობრივ ასევე სხვათა შორის უცხოელ ვიზიტორებსაც და აგერ უკვე პანდემიის შემდეგ ვაკვირდებით ბრენდის უწყვეტ ზრდას განვითარებას და მათ შორის გაფართოებას ფიზიკური სივრცის თვალსაზრისით რაზეც ნინოსთან ერთად ვისაუბრებთ როგორც კი იქნება ამის შესაძლებლობა ნინო, როდესაც იქნებით მზად და თუ გესმით ახლა ჩვენი ხმა, შეგიძლიათ რომ დაგვიდასტუროთ? დიახ, პატარა ხარვეზის გამო. კი ბატონო. ხო, პანდემია ესე იგი შეცვალა კარდინალურად თქვენი დღის წესრიგი, ხო? და პანდემიის პერიოდში ჩემ გადმოცხოვრებამ განაპირობა ჩემი აღდარჩენაც, იმიტომ რომ უკვე მივხვდი რომ იქ ვიყავი, სადაც უნდა ყოფილიყავი. შემდეგ რა თქმა უნდა ხო უსაკურად ვერ გავჩერდებოდი და ჩემი პატარა კოლეგებიც ეს მივახციე იმას რომ გამოვიკვლიე რა იყო ყველაზე საჭირო იმ ეტაპისთვის რაჭაში, იმიტომ რომ ასეთის საოჯახო სასტუმროები ფუნქციონირებდა, შენდებოდა, რემონტდებოდა იმ პერიოდში ახალ-ახალი. ვიფიქრე რომ რაღაც ამ კუთხით ჩემი თვალთულობა იმდენად საინტერესო არ იქნებოდა და გადავწყვიტე რომ კვების სფერო უფრო კვების სფეროში მეცა და ბედი. თავიდანვე შევეშალე კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ხარისხი უნდა ყოფილიყო უმაღლესი, გავითვალისწინე რა არ იყო რაიონში, რა რითი შეიძლებოდა რომ რაღაცა სიახლე შემომეტანა თუნდაც რაღაცა სამუშაობის თვალსაზრისით. და ნუ შესაბამისად მოვედით დღემდე ძალიან წარმატებით, საკმაოდ მოკლე დროში. მოხდა ისე რომ ილინე გახდა მართლა ძალიან საყვარელი ადგილი როგორც ადგილობრივებისთვის ისე დამსვენებლისთვის. ესე იგი 5 წელიც მიითვალეთ ამასობაში და დაიწყეთ ლობიანით, ხო? ესე იგი თქვენი ნიშა იყო რომ ლობიანი ის ავთენტური გემო, ის სტატუსი, რაც განსაკუთრებით ამ კუთხისთვის არის დამახასიათებელი, დაგებრუნებინათ. მიღმა ამისა ლობიანსაც გაცდით და უკვე რაღაცა ფიზიკური სივრცე, რაც სიახლეა და ის მინდა რომ გავაცნოთ ჩვენი ეთერიდან თქვენს მაყურებელს გაფართოვდა ილინე და რაც მოიცავს ეს გაფართოვება მოგვიყევით ახლა. ნახეთ, ისე ლობიანი არის ჩვენი ძირითადი ნიშა და ამას თან ყვება უკვე სიახლეები, რა კუთხითაც ჩვენ ვითარდებით. ფიზიკური სივრცე, რა თქმა უნდა, გაფართოვდა, გაიზარდა, იმიტომ რომ საკმაოდ მცირე შენობა მქონდა მანამდე, იმიტომ რომ არ მიფიქრია თუ კი ესეთი მოთხოვნა იქნებოდა. თუმცა ვნახე რომ ამ 5 წლის მანძილზე ვერც ერთ წელს ვერ დავაკმაყოფილე მოთხოვნა, რადგან მოთხოვნა მზარდია, ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს, მაგრამ ანუ ჩემთვის ჩემი ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი რა, რომ გავეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნა და ალბათ სრულად ვერ შევძლებდა ღმერთმაქნას, რომ სულ ესეთი მზარდი იყოს მოთხოვნა რაჭის მიმართ. რაც შეეხება ახალ სივრცეს, საკმაოდ დიდი სივრცეა, საკმაოდ საინტერესოც გამოვიდა, ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. რაც შეეხება ასორტიმენტის გაზრდას, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკვე ამ ეტაპისთვის ეს ილინესთვის, იმიტომ რომ ილინეს განვითარების ლოგიკური შემდეგი საფეხური იყო უკვე ის, რომ დამემატებინა თუნდაც მხოლოდ რაჭული ტრადიციული კერძები. და ყველაზე ძირითადი, რასაც შევეჭიდე და რასთანაც გადავწყვიტე, რომ უნდა ახლა ბედი ვცადო, არის პური, რაც ჩვენ ტრადიციასთანაც კავშირშია, რაჭველების ერთ-ერთი რაჭული ტრადიცია არის მეპურეობა, ყავს ძალიან კარგი პურის მიცხოველი ადამიანები და ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც საინტერესო იქნება ილინეს პურეულის ძალიან საინტერესო ნამდვილად ნინო. როდის გაიხსნა, როდის მიიღეთ უკვე პირველი ვიზიტორები და ეს რა მოცულობის რამდენად დიდი ინვესტიცია გახდა საჭირო აი ამ ყველაფრის სრულყოფისთვის? გახსნით საკმაოდ დაგვაგვიანდა, რადგან მე გავაკეთე პროექტის ფარგლებში მოვიდა საგრანტო პროექტი, რომელიც იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი. ერქვა მთიანი საქართველოს ახალი სიცოცხლე, რაც ზუსტად ნიშნავს იმას, რომ მთიანი საქართველოს განვითარება და განახლება, ანუ მოკლედ ახალი სიცოცხლის მინიჭება. ამ პროექტმა მომცა საშუალება ამ გაფართოების, თუმცა ანუ მე ამას ალბათ ძალიან ბევრ წელს მოვანდომებდი კიდევ მომავალში.
რომ ერთიანად დიდი ინვესტიციის განხორციელება ცოტა რთულია, როცა არის საქმიანობა სეზონური და საკმაოდ მოკლე პერიოდი გვაქვს თან ჩვენ სეზონის. თუმცა თუ კი როდესმე რაჭას ექნება გამწვის კურორტი, ალბათ აბსოლუტურად წელში გამართულები ვიქნებით რაჭულები და შემდეგ უკვე შეიძლება რომ უფრო ნამდვილად 4 სეზონს მოერგოთ ბრენდის შემოვიდეს ჩვენთან. ეხლა ამ წუთას ევიდებიან და ძალიან დასაგები მიზეზებიც არის, მიზეზებიც გვაქვს რა, რომ რატომაც არ არის რაჭაში თქვა ბრენდული კვეთის ობიექტები, ქსელურები და ასე შემდეგ. სად შეუძლიათ რომ მოაკითხონ ილინეს კაფეს უკვე და თავად თქვენც რას ახვედრებთ? მიღმალობიანის ან რამდენად მრავალფეროვანი არის მენიუც და რამდენ ადამიანს ასაქმებთ, ესეც ბიზნესურად საინტერესოა ჩვენთვის. ნახეთ, მე ხა ამ წუთას 7 ქალბატონი ყავს დასაქმებული, პლუს მე ვარ ჩართული აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე ამ სფეროში, რაც ჩემს ირგვლივ არის. ამ წუთას ილინეს შეუძლია დაახლოებით 50 ადამიანის ერთბაშად მიღებაც და პირველად უკვე ვუმასპინძლე 35 კაციან ტურისტულ ჯგუფს. როდის აიღო სტარტი ამ ყველაფერს? 20 სექტემბერს მქონდა 20 სექტემბერს ახალ დაბადებული გამოდის ილინეს ფიზიკური სივრცე. იყო ძალიან საპასუხისმგებლო დღე, მთელი სექტემბრის დასაწყისიდან 20 სექტემბრამდე ველოდებოდი ამ დღეს, აი უკვე სიზმაში ვხედავდი როგორ ვაგზავნებდი მეილს, ლოგს, იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლო იყო, აქ უკვე ჩემი ძალებიც უნდა მომესინჯა და მე ნახა სად მქონდა პრობლემა და თან უნდა გამეშვა ჩემი სტუმარი ძალიან კმაყოფილი და საბედნიეროდ ბოლოს დავიშვიდობთ ერთმანეთს უდიდესი მადლობებით, უკვე გასცეს ჩემთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რეკომენდაცია კმაყოფილებმა და ჩემთვის იყო ძალიან დიდი გამოცდა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ პირველ 35 კაციან მიღებაში ჩავაბარე. ნინა, 7 ადამიანი ყავთ მუდმივი სტაფი თუ ეს სეზონურობიდან გამომდინარე ახლა გჭირდებოდათ დატვირთულობის ფონზე? რადგან სეზონი მუსიკით გავასწორებ. აი ახლა მე უკვე ვცდილობ რომ მივიღო ტურისტული ჯგუფები, სანამ მოვა შემდეგი სეზონი და შემდეგ უკვე ყოველდღიურ რეჟიმში შევძლებთ იგივე განვახორციელოთ, იგივე სუფრები ესე ვთქვათ და იგივე მასპინძლობა. კი ბატონო, ნინოსთან მოვაგვარებთ აი ამ ტექნიკურ ხარვეს აუცილებლად. ნინო, თუ გესმით ჩემი ხმა? დიახ, თქვენი ხმა მესმით. კი ბატონო, ესე იგი ძალიან დატვირთული იყო, როგორც ვიცით, რაჭისთვის მიმდინარე ზაფხული სეზონი. ჩვენს ეთერშიც არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ, რომ თითქოს აი როგორც ამბობდნენ გარკვეული ნაწილი ბიზნესის წელს იყო მართლა რეკორდული აგვისტო. ხომ ხას უსვამენ ამას, რომ აგვისტოს თვეზე მოდის ძირითადი დატვირთვა. თქვენ შემთხვევაში როგორი იყო ეს დინამიკა? თან მით უმეტეს 5 წლიან ჭრილში უყურებთ აი ამ სტატისტიკას და რა შეამჩნიეთ წელს? რაც ჩემმა 5 წლიანმა გამოცდილებამ ჩვენ არის ის, რომ 5 წლის მანძილზე ყოველ წელს იზრდება ჩვენი სტუმარის რაოდენობა. შოვის ტრაგედია იყო რაჭისთვის და ჯერ ზოგადად ჩვენთვის ადამიანებს უდიდესი ტრაგედია და უდიდესი განსაცდელი და შემდეგ უკვე რაჭისთვის როგორც პოტენციალის დაანგრევა სერიოზული ზარალი იყო ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ გაუჩნდათ ადამიანებს შიში რაჭის მიმართ სამწუხაროდ, რაც ამ ტრაგედიამ განაპირობა, თუმცა აი მას შემდეგ წელს უკვე იგრძნობოდა ხალხის მატება. რა თქმა უნდა აგვისტოში და მე უფრო მეცად ვიტყვი აგვისტოს ბოლო 3 კვირა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პიკი არის ზუსტად ამ პერიოდში. და საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო ტურისტების. რაც შეიმჩნეოდა როგორც ჩემთან, ისე აი ნებისმიერ აი ქუჩაში გადაადგილების მომენტში სასტუმროები იყო სრულიად დატვირთული. აი კარგი იქნებოდა რომ ეს ცოტა ხანგრძლივი ყოფილიყო, მე რაჭა იქნებოდა ალბათ ძალიან ძლიერი ეკონომიურად. მაგრამ სამწუხაროდ ეხლა მხოლოდ 3 კვირა შეგვიძლია რომ
მსგავსი კიკი მივიღოთ და უმასპინძლოთ. აი ეს მე როგორ მოქმედებს გრძელვადიანი გეგმის დასახვაზე ბიზნესი ხართ და თქვენს გჭირდება სტრატეგია, განვითარების გზა და ასე ვთქვათ ბოლოს და ბოლოს ის საბრუნავი კაპიტალი რითაც შეძლებთ გრძელვადიანი გეგმების და მიზნების დასახვას. აი მათ შორის ახლა კაფის ნაწილშიც როგორ აპირებთ რომ მიპოზიციონიროთ ბაზარზე, როცა უკვე მილევად რეჟიმშია ფაქტობრივად მიილია კიდეც, ხო? ალბათ შემოდგომა ცხადი აღარ იქნება ისეთი აქტიური, როგორც იყო. აი რის ხარჯზე აპირებთ რომ ამ ახალმა ბიზნესმა დამოუკიდებლად დაიწყოს და იყოს მოგებიანი ბიზნესი მათ შორის? ეს სამწუხარო ფაქტი არის, რომ წლიდან წლამდე ველოდებით ამ სამკვირას და მანამდე გვიწევს, რომ ვიყოთ მხოლოდ ვთქვათ ობიექტის შენახვის ფაზაში. იქ თანამშრომლის შენახვა არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ჭირს თანამშრომლის მოძიება, კადრის, ესე ვთქვათ, პროფესიონალი კადრი თითქმის წარმოუდგენელი არის, რომ აქ იპოვო. ისიც ძალიან რთული არის, რომ სამი კვირის გამო ადგი და ჩამოიყვანო ქალაქიდან, ვთქვათ, ეს კადრები და დააკმაყოფილო მათი მოთხოვნაც. წლიდან წლამდე საკმაოდ გვიჭირს ამ კუთხით. ჩემი გამოცდილებით პირადად გეტყვით, რომ ჩემთვის ყველა საინტერესო არის მხოლოდ ის აგვისტოს სამი კვირა და რამდენიმე დღესასწაული წელიწადში, ან თუ რაიმე ფესტივალი ტარდება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის რეგიონისთვის და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ყოფილიყო ეს ფესტივალები. და რა ვიცი, იმედი მაქვს მომავლის, რომ რაჭის ტურისტული სეზონი უფრო გახანგრძლივდება და ამით ჩვენი ეკონომიკა გაძლიერდება. მნიშვნელოვნად. ნინო, სად ხართ კონკრეტულად წარმოდგენილი და აი დიახ ში ვართ ახლა ამ ეტაპზე, მე ხო ორი ლოკაცია მაქვს, ერთი სამბროვაში, ცენტრალურ ქუჩაზე არის, ერთ-ერთი ცენტრალურ ქუჩაზე და მეორე არის ძირითადი წეში სოფელში, სადაც ჩემი ეზო და ჩემი სახლი არის პირადად, საიდანაც დაიწყო სულ პირველად ეს ყველაფერი დააშენდა პირველი ივინე, ზუსტად იქ მოხდა გაფართოებაც. და ნუ ეს ლოკაციაც კი ერთსაც დავაზუსტებთ, რო აღარ გვაქვს რამდენიმე წამი გვაქვს დარჩენილი და აღნიშნეთ, რომ ტურისტების განსაკუთრებული ინტერესი შეიმჩნეოდაო და ზრდადი დინამიკა ნაკადების და ძირითადად რა ბაზრები ინტერესდებიან და ამით ნელ-ნელა დავასრულოთ ჩვენი საუბარი. შიდა ტურიზმი იყო ძირითადად აქტიური. ქართველები იყვნენ ძირითადი საქართველოს მოსახლეობა იყო წლევანდელი ჩვენი დამსვენებლების 90% ალბათ. უცხოელები ნაკლებად შეიჩნეოდნენ. სამწუხაროდ. წარმატება მივიზიდოთ. იმედი მაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, როდესაც ვისაუბრებთ, არ ვიცი რამდენად ახლო პერსპექტივაში, თუმცა ვისაუბრებთ რაჭის 4 სეზონიან რაჭაზე როგორც 4 სეზონიან კურორტზე და გვექნება შესაძლებლობა რომ რაღაცა მხოლოდ აგვისტოს მონაგარი არ შევაჯამოთ ხოლმე ამ თუ სხვა ეთერებში. წარმატება ნინო თქვენ ძალიან საინტერესო საუბრისთვის. წარმატება ილინეს, აგერ თვალსვადებთ რამდენი ხანია მის განვითარებას და აუცილებლად წინ დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი წარმატება, რასაც გაუზიარებთ კიდეც ჩვენი ეთერიდან BMG-ს მაყურებელს. საქართველოსთვის რაჭის განვითარებისთვის და დიდი მადლობა მოკლედ. მადლობა. ნინო კერესელიძე ილინეს დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა აი ამ თემით გემშვიდობებით. მე ასეთი იყო დღევანდელი ქალების ნარატივი ლიკა მეგუცნიშვილთან ერთად უკვე ხვალ შევხვდებით ერთმანეთს ისევ უცვლელ დროს და უცვლელ ადგილას.